აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია საქართველოს ეროვნულ არქივში შეინახება. ფილმის რესტავრაციის ინიციატორებმა ეროვნულ არქივს კინოფილმის აღდგენილი ციფრული ასლი პოზიტივი და ნეგატივი გადასცეს. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკულ დოკუმენტური ფილმის აღდგენაზე ავტორებმა 2 წელი იმუშავეს, ავსტრიაში კი მისი რესტავრაცია 6 თვეს გაგრძელდა. 1912 წელს ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ფილმი ქართულ კინოსაწყისად ითვლება. ის ასახავს აკაკი წერეთლის 12-დღიან მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში. ფილმმა შემოგვინახა მე-20 საუკუნის დასაწყისის დასავლეთ საქართველოს ყოფა და ეთნოგრაფიული სურათი. არქივში მოვედით, რომ ნეგატივი და პოზიტივი ოფიციალურად ჩავაბაროთ არქივს და არქივში ინახებოდეს სარაჩურებრივი ფილმი. გარდა ამისა, ჩვენი პროექტი მოიცავდა იმას, რომ გამოიცა ალბომი მულტიმედიური DVD და CD და DVD-ზე ყველას შეუძლია ნახოს ეს ფილმი რესტავრირებული სახითაც და სანამ ჩატარდებოდა რესტავრაცია, რომ შეადაროს. ჩვენ შევეცდებით, რომ დაცვის ყველანაირი პირობები შექმნათ აღდგენილი ფილმისათვის და გარდა ამისა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იგი, ვინაიდან ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფილმის ციფრული ვერსია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა ნებისმიერ დაინტერესებულ კინოისტორიის მოყვარულს მარტივად მივცეთ ციფრული ვერსიები.